პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და სურს ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ჩვენი პროტესტი არ არის გულანთებული სტუდენტების პროტესტი, ეს არა თამაში, ამ საკითხს ძალიან პრინციპულად და ცხოვრებისეულად ვუდგებით. ჩვენ არაერთი მორალური დილემის წინაშე დავდექით და ერთი რაღაც დავაყენეთ სასწორზე. ჩვენთვის ძალიან სამყარო და ერთ-ერთი მსხვერპლად გავიღეთ ამ კუთხით იყო ის თუ რაც მოხდა ამ დღეებში ეს იყო სტატუსის შეწყვეტა ჩვენ მოსველოდით ეს მოხდა ბრძოლის ხარჯზე და თუ ისმის კითხვა თუ რა არის ჩვენი მოლოდინი ახლა ამაზე პასუხი არის მარტივი ეს არის გამარჯვება და ამაში გულისხმობ იმას რომ როცა აი თქვათ თქვენ აღიშვით ეხლა წაიკითხეთ ამ დროს წერილი და გამოვხდეთ ყურადღება იმ ან პრეზიდენტის წერილი და აღნიშნეთ ის რომ ჩვენი რექტორი არის ომარ მაყაშვილის შთამომავალი და სიმბოლოებს ძალიან მნიშვნელობა და მან თავის პრინციპს და თავის ოჯახის ღირებულებებს გადააბიჯა და საკუთარი სტუდენტი გვარად მაყაშვილი გააგდო ზუსტად ეს მას ნიშნავს რომ იგი არის ხატება რეჟიმის რომელიც საკუთარ პრინციპს ივიწყებს მხოლოდ იმისთვის რომ საკუთარი სკამები და პოზიციები გაიმყარონ და საკუთარი პრინციპების დათმობით ინარჩუნებენ თავიანთ ადგილს და ჩვენ ადამიანები რომლებიც ამისთვის ვიბრძვის და ბევრ ამას ვაყენებთ ამისთვის სასწაულზე და მსროლად ვიღებთ ასეთ შედეგს ვიღებთ ჩვენ ვართ დაწყვეტილი იმაში რომ ვიბრძვით სიმართლისთვის პრაგმატულად რომ ვისაუბროთ ახლა ჩვენი მოლოდინი არის ის რომ ცხადია სიმართლე და რასაც ჩვენ და ვაპირებთ იმას რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავასაჩივროთ და პასუხი მოუთხოვოთ იმისთვის თუ რა ბრალდებათ ჩვენ წაგვიყენეს თემო აღნიშნა ასეთი რაღაც რომ არაეთიკურობაში გვხვდებიან ბრალს როცა რეალობა ის არის რომ ჩვენ რეალურად ჩვენ პრინციპს არასდროს არ ვღალატობთ და ყოველთვის ვდგავართ მყარად ამ ადმინისტრაციას ამ რეჟიმს ამ სისტემას ვიცნობთ ძალიან კარგად და ვიცით რაზე არიან წამსვლები და რაზე არა აქედან გამომდინარე ძალიან უსაფუძვლო არის ჩვენი ბრალდება არაეთიკურობაში როცა ჩვენს პრინციპი და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა და ის ფაქტი რომ ჩვენ ვართ ოჯახში აღზრდილები და ის ფაქტი რომ ჩვენ ვართ ასეთი პრინციპულები ეს მოდის ოჯახიდან ბრალს გვდებიან იმაში რომ ჩვენ ვართ არაეთიკურები, დიახ. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და ამავე დროს სირის წამება და ეს უპასუხოდ არ დარჩება. ეს აუცილებლად ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი ძალიან მძაფრად და ის ქაოსი რაც გამომიწვია ამ აქტმა რაც განახორციელა ჩვენმა ადმინისტრაციამ თვითონ შეჭამენ საკუთარ თავს.